გამარჯობათ. ეხლა აგიხსნით როგორ დავრეგისტრირდეთ საქართველოს ჩემპიონატზე, EBIF-ის საიტზე, ეს არის პირველი საქართველოს ჩემპიონატი, პირველად ტარდება ამ საიტზე. ესე იგი შევდივართ EBIF.at საიტზე. შემდეგ შევდივართ registration, აქ ვირჩევთ, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ჩემპიონატში თამაში, ჩვენი სახელი, გვარი და ჩვენი იმეილი იქნება ჩვენი პაროლი ამ საიტზე. ჩვენ წერთ, ნიკი გრიგემოზე ჩვენ არ გვექნება, ამიტომ წერთ მხოლოდ EBIF Tiger-ის ნიკს, ან რასაც ჩავწერთ, ეს ნიკი ამ საიტზე დაგვირეგისტრირდება, გეტყვით მე როგორ შევალთ Tiger-ის საიტზე. მოკლედ აი ამ ნიკს წერთ, ასე არ გვინდა. იმიტომ რომ გრიგემოზე ნიკი არ გვაქვს, ჯორჯიას ვირჩევთ, ენა გერმანული, submit. მოკლედ დავრეგისტრირდებით, შემდეგ ჩვენი ნიკი აღმოჩნდება აქ registered player-ში, ანუ ამ სიაში, სახელი გვარი, შევდივართ, შევდივართ, ავირჩევთ ჩვენს სახელს და გვარს, აი აქ ვიპოვით. აკი ბატონო, აქ ჩვენი იმეილი, ჩვენი პაროლია, შეგიძლიათ შეცვალოთ. ოკეი, შევედით, აი ესეთი რაღაცა არის საიტი. საიტზე რო ვითამაშოთ, უნდა დავაჭიროთ EBIF Tiger-ი, აქ უნდა გადავიდეთ ამ საიტზე ვთამაშოთ. ესე. უმჯობესია რომ ბრაუზერი იყოს Google Chrome, Google. აქ ვართ ჩვენ და ვეთამაშებით იმ მოთამაშეს, რომელთანაც შევთანხმდებით, რომ უნდა ვითამაშოთ. ამ საიტზე ვთამაშობთ, ჩვეულებრივ. თამაშის დამთავრების მერე აქ გამოდის გრაფა download-ი, გადმოწერთ ამ ფაილს და აქ უნდა ავტვირთოთ EBIF-ის საიტზე, ამ საიტზე, როგორ უნდა ავტვირთოთ, ახლა გეტყვით. როდესაც კეჭისყრა იქნება, სამი მოწინააღმდეგე შეგვხვდება, ამათთან მიმოწერას ვაკეთებთ ესე, აი ამ კონვერტს ვაწვევით და აქ ვეუბნებით გამარჯობა, დათო ან ლევანი, მინდა თქვენთან ამადამ დროს თამაში თუ გეცლებათ. ისიც მოგწევს, რომ მე ამადამ დროს ვცალია თქვენს იმეილზე მოგივათ ეს შეტყობინება. თუ არ გამოგეხმაურება, მოწინააღმდეგე კარგად იყოს, აგება ჩაეთვლება, მოკლედ უნდა გამოგეხმაუროთ. ხო. მე რომ მორჩება თამაში დამთავრდა, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ საიტზე, რომ ჩვენ მოვიგეთ, როგორც გითხარით, აქედან რომ გადმოწერთ download-ის ფუნქცია აქვს, ფაილს, ანუ ნათამაშების სტატისტიკა, ჩვენ აქ უნდა ავტვირთოთ, აი ეს result, შევდივართ აქ, ვირჩევთ ფაილს და ვივამაგრებთ. აქ დავაფიქსირებთ, მოიგო პირველმა, თუ მოიგო მეორემ, აი ესე, და ამ ფაილს ავტვირთავთ, submit და მორჩა. იქ უკვე ავტომატურად დარეგისტრირებულია და შემდეგ standing-ში გამოჩნდება, რომელ ადგილზე ხართ თქვენი მოგებით ან წაგებით. აი მაგათაც ესე შევიდეთ. ანუ აი ეს თქვათ ესე, აი ეს არის პირველ ადგილზე 7 მოგებით, 1 წაგებით, ეს არის რომელიღაცა მერვე ადგილზე 6 მოგება, 2 წაგება, მოკლედ. აი ესე სიაში თქვენ თავს იპოვეთ, რომელ ადგილზე ხართ და ეს გადასახადი არის 10 ევროს პლუს 1 евро, 1 евро საკომისიოა, 10 евро უკან ბრუნდება, რამდენი კაცით შევგროვდებით, პირველ, მეორე, მესამეზე იყოფა თანხა 50, 30, 20%. ხო, მეტი არაფერი არ უნდა, PayPal-ით უნდა გადავიხადოთ თანხა. თუ რამე ვერ შეძელით, ვერ გააკეთეთ რაღაცა, მომწერეთ, დაგეხმარებით, რეგისტრაცია გააკეთეთ ამ საიტზე. წარმატებას გისურვებთ.